მოგესალმებით ძირფასო რადიო მსმენელებო. ეთერშია გადაცემა ეკომედია, მოიხმართ გადაცემის წამყვანი სოფო ძიგოა და საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობით აღფრთოვანებული 15 წუთით მოგვიანებით შევდივართ ეთერში. ბოდიში ამისათვის მსმენელებს, მაგრამ ვფიქრობ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივა ჩემს კოლეგებთან ერთად, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ, ღებულობენ და ქმნიან ეკოლოგიურ, ესე ვთქვათ, თემატიკაზე პროდუქტს. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები, ქალბატონი თინათი მოსიაშვილი. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ხართ ჩვენი სტუმარი, ჟურნალისტი პროფესიით და ცქრიალა შერმადინი, მონიტორის ჟურნალისტი. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივა. პირველი კითხვით მინდა ორივეს მოგმართოთ, თუმცა ჯერ ქალბატონ თინათის დავუთმოთ, ესე ვთქვათ, ასპარეზი. ქალბატონ თინათი, როგორ შეაფასებთ დღევანდელ ეკოლოგიური საკითხების გაშუქებას ქართულ მედიაში? ჯერ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ. ზოგადად ალბათ რთულია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ეკოლოგიურ თემებზე წერა არ არის ისე მარტივი, როგორც თქვათ, შევადაროთ, რომ ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს პარლამენტში, რომელსაც ფაქტობრივად არ უწევს პარლამენტიდან გასვლა. თან ეხლა კი ცოტა გადაადგილება უწევთ ქუთაისში ჩასვლა, ხო, მაგრამ თუ ავიღებთ არის რაღაცა ჯგუფი ჟურნალისტებისა, რომელიც მივა მაგალითად ავიღოთ პოლიტიკური პარტიას აქ პრესკონფერენცია მივა და წამოიღებს იქიდან მასალას. განსხვავებით ამისგან ეკოლოგიურ ჟურნალისტიკაზე წერა ცოტა რთულია. ეს რამდენიმე მომენტს უკავშირდება და ამიტომ ბუნებრივია, რომ შესაძლებელია ისეთი რაოდენობით არ ქონდეს ჩვენ მასალები, როგორც სხვადასხვა თემაზე. ძირითადად რაზე გვიწევს ხოლმე წერა ჟურნალისტებს, ეს არის რაღაცა სტიქიური მოვლენა, რომელიც მოხდა, როცა რედაქცია ახერხებს, რომ ჟურნალისტი გაუშვას ადგილას, ან რა ვიცი, შესაძლებელია, რა ვთქვათ, რომელიმე დიდ კომპანიასთან დაკავშირებული ლიცენზიის საკითხები, ან რა ვიცი, მოკლედ შედარებით მწირია თემატიკა, რომელზეც ჟურნალისტები წერენ და ეს ბევრი მიზეზით არის განპირობებული. მიზეზების შემდეგ ვისაუბროთ, მანამდე კი ცქრიალას ვკითხოთ თავისი აზრი, რას ფიქრობს, რატომ არის ეკოლოგიური საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში ასეთი მწირი? მოგესალმებით, მეც თქვენს მსმენელს მივესალმები. მე შემიძლია ვილაპარაკო თავად სტუდია მონიტორზე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ანუ სპეციფიკური საგამოძიებო ჟურნალისტიკით დაკავებულები და 100-ზე მეტი ფილმი გვაქვს ჩვენი 2007 წლიდან გაკეთებული და ძალიან ბევრი ეხება ეკოლოგიურ საკითხებს. თუმცა ძალიან რთული არის, ქალბატონ თინათის დავეთანხმები, ინფორმაციის მოძიება, ბოლოს გავაკეთე ჰაერის დაბინძურებაზე, თეორიულად ვიცით ყველაფერი, რომ ნუ რაღაცა დაბინძურებულია, ასეა, ისეა, მაგრამ არ არის ინფორმაცია არ დადება კვლევები და ძალიან რთულია. მეც ძალიან გამიჭირდა, პირველად დავიწყე მუშაობა 2010 წელს და მახსოვს სცენარი რომ დავწერე, თითქმის არაფერი არ მქონდა, იმიტომ რომ არ მქონდა კონკრეტული ინფორმაცია, ციფრები, იმიტომ რომ არ ტარდება მონიტორინგის სისტემა არ არსებობს და ძალიან რთულია. მე რეგიწევს ჩვენ გვინდოდა ექსპერიმენტების ჩატარება როგორ, მაგრამ თვითონ ლაბორატორია არ არსებობს, ვინც ამას გააკეთებს და თუმცა რამით არის მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტი ამას უნდა აქცენტს ყურადღებას და ის საკითხი უნდა წამოწიოს წინ, რომ არ არსებობს და რატომ არ არსებობს და ჟურნალისტმა შექმნას ეს ინფორმაცია, თუ რატომ რისთვის და სახელმწიფოს მოთხოვეს, რომ იყოს თუნდაც ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი ჟურნალისტების და საზოგადოებისთვის. ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, წელსაც გავაკეთე ამაზე ფილმი, ეხლა ვმუშაობ ეკოლოგიურ საკითხებზე რეგიონებში, ანუ უკვე საწარმოები ზესტაფონის ქარხანაზე გვაქვს გაკეთებული, ჩვენმა რედაქტორმა ნინომ გააკეთა, ლილოს ნაგავსაყრელი ერთ-ერთი ბოლო ფილმი, ასევე სტუდია მონიტორის, ასე რომ ვცდილობთ, რომ ეს აქტუალური გავხადოთ და რაც შეგვიძლია ძალები არ დავიშუროთ და მოვიძიოთ ეს ინფორმაციები და გავაშუქოთ ეს საკითხი. გასაგებია, დიდი მადლობა ამისათვის სტუდია მონიტორს და ქალბატონო თინათი, რა როლი აქვს მედიას ამ მხრივ, რომ ზუსტად გახადოს ეს აქტუალური ეს საკითხი, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველოა, ამდენი ეკომიგრანტები ყავს, ესეთი სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში და მრავალი სხვა, რომელზეც კონკრეტულად შემდეგ ვისაუბრებთ. საკურველია, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჟურნალისტი იყოს ის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მოსახლეობა, საზოგადოების
რაღაცა ნაწილი მაინც დააფიქროს ამა თუ იმ თემაზე. ეს განსაზღვრულია არსებობს გარემოსდაცვის ჟურნალისტთა ქარტია არსებობს ასეთი და ზუსტად ამითი არის განსაზღვრული ესაც. იმიტომ რომ მე შემხედრია სამწუხაროდ კიდე ერთ რეალობაზე უნდა ვისაუბროთ, რომ ბოლო ალბათ 10 წელია ჩვენს ქვეყანაში გარემოსდაცვა ითვლება რაღაცა მეორე ხარისხოვან თუ მესამე ხარისხოვანი შეიძლება ამას მოწმობს თუნდაც ერთი ავიღოთ საკადრო პოლიტიკა, რომელიც ამ სფეროშია. ბოლო ალბათ 10 წლის განმავლობაში თქვენ ვერ დამისახელებთ კომპეტენტ მინისტრი, თუნდაც მინისტრები, რომელიც ამ სფეროში ყავდა, ხო? უმეტესობა იყო ადამიანი, რომელსაც შეხება არ ქონია ამ სფეროსთან. აი ბოლო უბრალოდ ზაფხულამდე ყავდა ადამიანი, რომ პირველად თუ არ ჩავთვლით ზაზა გამცემლიძეს, რომელიც თავის სპეციალობით ახლოს იყო გარემოსდაცვის სფეროსთან, ის 3 თვე იყო მხოლოდ და წელიწად ნახევარი იყო ამ სფეროში ხათუნა გოგალაძე, რომელსაც ახსნა არ ჭირდებოდა რა არის გარემო. თორემ დანარჩენ შემთხვევაში მე მქონია შემთხვევა, როდესაც მინისტრს ვესაუბრებ, კითხე, რომ აქამდე რა შეხება ქონდათ და ის პასუხობს, რომ ჩემი მეგობრები მუშაობდნენ ამ სფეროში. ასეთი რამ ალბათ რა ვიცი არ არის რა თქმა უნდა ნორმალური, ხო, რასაკვირველია არ არის ნორმალური. და ამ ფონზე ხო ძალიან ბევრი პროცესი წავიდა არასწორად, იმიტომ რომ თუ ადამიანი მოდის სფეროში, რომლისთვისაც არ არის ეს სფერო მტკივნეული, არ განიცდის, ბუნებრივია ეს შედეგები, ის ორიენტირებულია, რომ დროზე წავიდეს აქედან და მისთვის სფეროში მომხდარ მოვლენებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ეს იყო ერთი ნაკადი, რაც განაპირობებდა ამას და ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხოლმე ჟურნალისტების კარგი ჟურნალისტური მასალების არსებობა. სამწუხაროდ ჩემი რეალობაც მე ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის მთელი ეს პერიოდი აქტიურად მიწერია. ახლა ბოლო პერიოდში შემდგე გითხრათ, რომ 1-2-3 თვეა ამ კუთხით მასალა არც გამიკეთებია, იმიტომ რომ ბევრ რამეზეა ხოლმე და დამოკიდებული. მე გავიხსენებ, ახლა ცოტა დიდი დრო მიმაქვს. ხო და აი შარშან მქონდა შემთხვევა, შარშან ზუსტად ამ დროს ასეთი საერთაშორისო გამოცემისთვის, კერძოდ National Geographic-ისთვის ამზადებდი მასალას საყდრისის თემაზე. და საყდრისი მოგეხსენებათ, რომ ესეთი საინტერესო შემთხვევა, იმიტომ რომ აქ საუბარია როგორც ძეგლის სტატუსზე, საწარმოზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ძალიან კომპლექსური თემაა, მათ შორის გარემოსდაცვის საკითხებსაც მოიცავს. და მიუხედავად იმისა, რომ მე შევხვდი თითქმის ყველა მხარეს, ვინც შეიძლებოდა, კომპანიამ არ მომცა საშუალება, რომ შევსულიყავი უშუალოდ ძეგლზე. ამიტომ რატომ ჟურნალისტებს მე როგორც ვიცი, მან აქვს საშუალება დაათვალიეროს. არა, ეს გახდა, ეს მოხდა მხოლოდ რაღაცა ერთი თვის წინ, ესაც და მე შარშან მუშაობდი ამ დროს ამ მასალაზე. რეალურად ძალიან დიდი ხანი, თვენახევარი ვითხოვდი ჩვენ, რომ მოეცათ შესulis ნებართვა, ხო? აი ამიტომ რთულია ხოლმე ჟურნალისტისთვის მუშაობა, იმიტომ რომ ადგილზე უნდა ჩახვიდე ძალიან ხშირად, ხო? ეს გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. მონიტორის შემთხვევაში ალბათ რაღაცა გრანტებიდან, რაღაც დაფინანსების მოძიებით ხდება ეს. ხო? დავამატებ ჩვენ გავაკეთეთ და ჩვენი ჟურნალისტი გიორგი მდელაძე წავიდა და შეიძლება ეს სიტუაცია იყო. ხო, მაგრამ იცით რა, ჩვენ მოდაპირე მხრიდან ჩვენს გადავიღეთ აქედან იქიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში ექსპერტთან ერთად შიგნით, ნახეთ, ექსპერტთან ერთად შიგნით ჩასვლა, კარგი კადრები, რომლის გადაღების, რომლის გარეშეც ჩემ მასალას ფასი არ ექნებოდა და შესაბამისად ვერც გავიდა ის, ხო? ჩვენთვის ეს იყო ძალიან, ანუ შეიძლება ქართული სწავლება რომ არ ქონდა, მე ვაჩვენეთ ექსპერტებს და ისინი აკეთებდნენ მე უკვე შეფასებებს იმ ანუ კადრებით, რაც გამოიტანეს. ხო, ჩვენთვის თქვა აი ესეთი შორიდან გადაღებული ეს არ იყო საკმარისი, ამიტომ ხო, ნახეთ, უნდა ჩახვიდე ადგილზე, უნდა წაიყვანო სასურველია ექსპერტთან ერთად იყო. მე ეს მონაცემებიც ხო, ხა HR-ში როგორია HR-ი, ხო, რაზეც საუბრობდა ჩვენ კოლეგა, ხო, ვერ იმშელებ ისე რა ხდება, თუ არ გაქვს მონაცემი, ეს მონაცემები სამწუხაროდ არ არის. გასაგებია, რომ დიდით რომ ვერ წავიღო. ცქრიალა, თქვენ დასიტყვეთ მიზეზი, რის გამოც არ შეიძლება იყოს პრიორიტეტული ჩვენს ქვეყანაში ეს თემა, ანუ ეკოლოგიური საკითხები, რა თქმა უნდა, ამიტომ გამახვილებული. იცით რა არის, პრობლემა არის კომპლექსური რა, ერთ რაღაცაში არ არის მხოლოდ საქმე და იცით როგორ არის, აი ეს ნაბიჯები, რაც მეგონა რომ ეხლა გადაიდგმებოდა, ის პირველი
ნაბიჯები რაც ხელს შეუწყობდა თუნდაც აი როგორია რო არ ვიცით ჰაერი, იმიტომ რომ სისტემა არ არსებობს ხო მონიტორინგის. თუმცა არსებობენ მთელი რიგი ექსპერტები ამ საკითხში, თუნდაც არასამთავრობოებით, თუნდაც კერძო პირები. მუშაობს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია. მე მჭირდებოდა ძალიან დავუკავშირდი ძალიან ბევრ ორგანიზაციას, მაგრამ რა ვიცი, თითქმის არავინ დღეს, იმიტომ რომ არ არსებობს, თუ არ გაქვს მონაცემი, ვერაფერს ვერ გააკეთებ, ხო? ესე ხო არის საუბრებ, რომ და ის რაც კეთდება დღეს რა მონაცემებით არის, ხო, არ არის საკმარისი და არ არის სრულფასოვანი, კი. და ამიტომ, ანუ ძალიან რთული არის მთავარი, ანუ ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, რომ უნდა აღდგენილიყო ტექდათვალიერება, რაც აი მინიმალური ნორმები და ესეც როგორც ვიცი გადაიდო, რაც ერთი ნაბიჯი იქნებოდა, რომ მომავალში შეიძლება რომ რაღაცა მონაცემები წავსულიყავით, ხო და რაღაცა ნაბიჯები გადაგვედგა, მაგრამ ესეც მე მგონი გადადეს კიდევ. იყო შექმნილი სპეციალური საბჭო და რომელიც ასევე კიდევ არ ვიცი როდამდე გადაიქცა. სამწუხარო რომ ჟურნალისტებს არ აქვს შესაძლებლობა იმუშაონ თემაზე, რაც ვფიქრობ საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია საცხოვრებლად, რანაირ გარემოში ცხოვრობთ, რას თქავს და ასე შემდეგ. იყო პროტესტის მაგვარი გამოსვლები, რომ ნუ გაჩერდება ბევრი მანქანა, მაგრამ ეს ეს იყო რაღაცა მინიმალური მოთხოვნები პირველ ეტაპზე, რაც მე გავეცანი დებულებას და ყველაფერს. და იმის თქმა რომ აი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ადამიანის ჯანმრთელობაზე 20% დაავადებების, ანუ მოდის გარემოს დაბინძურებიდან რა. და ამაზე თუ დავფიქრდებით, ანუ მივხვდებით რამდენად მნიშვნელოვანი და რთულადაა საქმე ჩვენს ქვეყანაში. უბრალოდ თბილისში, რაც ესეთი ავტომოძრაობები გვაქვს. და მონაცემები რომ 85% გარემოს დაცვის სამინისტრომ პირველად დადო მარტში თუ არ ვცდები, როდესაც დაიწყო საუბარი ამ ტექდათვალიერების აღდგენაზე, რომ 85% ბინძურდება ავტომობილებიდან. ხო, ეს მონაცემები საიდან გაქვს თქო, კი ვკითხე მაშინაც, მაგრამ ეს იყო წინა პირობა, რომ აი ეს ტექდათვალიერების აღდგენის, მაგრამ ნუ როგორ ჩანს, მაინც არ დაგეცდა ეს და ნუ ბოლო პერიოდში აი საბჭოთა პერიოდის მერე რაღაცა დონეზე მონიტორინგი ტარდება, თუმცა ესეც უნდა ითქვას, რომ საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პუნქტი, რომელზეც დაკვირვება ხდებოდა, ხო, ადრე თქვენ გაგახსენებთ, რომ ყველა ქალაქში თითქმის არსებობდა ეს მეტეოროლოგიური მოედნები. თქვენ ალბათ შეიძლება მიგიქცევიათ ყურადღება ეს ბუდრუგანებით, ხო, და სამწუხაროდ აი რამდენიმე წლის წინ ეს სადგურების უმეტესობა გააუქმეს. აქ სხვა პარამეტრთან ერთად დაბინძურებაც იზომებოდა. ეხლა ისეთ ქალაქში, როგორც თბილისია, ხო, სადაც ფაქტობრივად ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, ძალიან ბევრი პრობლემაა, თუნდაც ამ ავტოტრანსპორტის გამო. მას მერე რაც საწარმოების უმეტესობა გაჩერდა ჩვენ ქვეყანაში, ხო, თუ არ ჩავთვლით აი რუსთავის, კასპის ცემენტის ქარხნებს, რომელიც დიდი დამბინძურებლებია, უმეტესობა მაინც მოდის ავტოტრანსპორტზე. მე მაქვს რამდენიმე წლის წინანდელი მონაცემი, რადგან ატმოსფეროს დამბინძურებას წავდით, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 700,000 მანქანაა ჩვენ ქვეყანაში შეიძლება და მაგას ვამბობ, აი რამდენიმე წლის წინანდელი, იმიტომ რომ ბოლო შაშანდელი მონაცემი სამწუხაროდ არ მაქვს, მილიონამდე ავიდოდით, ნამდვილად ჩვენ მას მერე რაც აი ეს განახლდა თუნდაც ეს ავტოპარკი თბილისში და ძველიც რასაკვირველია დარჩა, ამიტომ ძირითადი დამბინძურებელი ფაქტია წლებია, აი შეიძლება საბჭოთა პერიოდის მერე ძირითადი დამბინძურებელი სწორედ ავტოტრანსპორტია და კიდევ ერთი აი თქვათ ხმაურის თემა. სამწუხაროდ აი ეს მონაცემები ჩვენ ამ კონკრეტულ თემაზე შემდეგ ვისაუბროთ, რადგან სამედიცინო რადიო სწორედ აი ამიტომ ჰაერზე ახლა ვსაუბრობთ, მე კარგად მახსოვს ცქრიალას ფილმი, სადაც ნაჩვენები იყო ეგრეთ წოდებული ბუდკა, სადაც ზომავენ და აი ამაზე ვისაუბროთ, აი ტექნიკურ შესაძლებლობებზე რამდენად და თანაც ის ერთ ადგილში ხდება, როგორც იცით ცქრიალა, ხო? კი, ყველაზე ბევრი 5 დამაბინძურებელი იზომება იქ კვინტაძის ქუჩაზე და იქ ფილმში კარგად ჩანს ეს ჯიხური და როგორ ხდება დაკვირვება ამ ჰაერზე, რაღაცა მტვერსა სრუტით იღებენ დღეში არ 3 ჯერ. ხო. და
ძალიან მე ვერჩევდი მსმენელს რომ ნახონეს ჰაერზეს მონიტორის მიერ მომზადებული ფილმი, რომელიც ცქრიალოს ავტორობით იქნა გადაღებული. ძალიან საინტერესოა და შემაშფოთებელი, ასე ვთქვათ, თუნდაც ის სტატისტიკა. ხმაურზეც გავაკეთეთ. წელს პირველი ფილმი სექტემბერში იყო ხმაურზე, ჩვენ ვებგვერდზე მონიტორიჯი შეუძლია მსმენელს ნახოს ეს ფილმები და აი ეს რთული არის აი საწვავზე და გამონაბოლქვზე ზუსტად ექსპერიმენტი ჩავატარეთ ჩვენ მაშინ, რომ გაგვეგო, იმიტომ რომ ხარისხიც არ მოწმდება საწვავის და საკმაოდ დიდ ახებთან არის ეს დაკავშირებული და რამდენიმე თითქმის ყველა, ანუ 5 იმპორტიორი არის მთავარი და ყველას საწვავი შევამოწმეთ და დიზელი, რომელიც ყველაზე არ ვიცი, ძალიან დიდი რაოდენობით მოიხმარება ჩვენთან, ეს არის ექსკლუზივი აქვს თან სოკარის დიზელი არის ყველაზე დიდი იმპორტი ხორციელდება აზერბაიჯანიდან. ევროპულ ნორმას აჭარბებდა 60 ჯერ. ანუ თუმცა ჩვენ და რა სტანდარტები იყო 10 ppm-ის ნაცვლად იყო 609. განმეორებით ჩავატარეთ, რამე მოხო არ შეგვეშალაო, მაგრამ აღმოჩნდა რომ ისევ იგივე შედეგი მივიღეთ. ხო, ჩვენთან ცოტა მაღალია 150, მაგრამ ჩვენს ნორმასაც საკმაოდ ბევრჯერ ხარვეზები აქვს. კი, აჭარბებს. გასაგებია. მოდით ისევ ჩვენს თემატიკას დავაბრუნდეთ, ქალბატონო თინათინ, რაც შეეხება საგანმანათლებლო სივრცეს ამ კონკრეტულ დარგში. ხომ არ ფიქრობთ, რომ არსებობს ამის დეფიციტიც და დარგობრივი სწავლება თუნდაც რომ იყოს უფრო ჟურნალისტი მომზადებული იქნებოდა და უფრო მეტი იქნებოდა აქტიურობა და მასალები ამ თემაზე? აი მაგალითად უნივერსიტეტებში არის რაღაც სოციალური კვლევის საკითხები, ბავშვთა ესე იგი გაშუქების საკითხები, ესე რომ იყოს თქვათ ეკოლოგიური საკითხების გაშუქება. კი, გეთანხმებით, სხვათა შორის მახსენდება, რომ შარშან წელს აპრილში ერთ-ერთ უნივერსიტეტში შევთავაზე კიდევაც კურსი, რომ ხომ არ იქნება თქვენთვის საინტერესო და მითხრეს, რომ სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჟურნალისტი ესე ცალკეული დარგების მიხედვით მოვამზადოთო და რასაკვირველი არის ესაც, იმიტომ რომ არის სფეროები, რომელიც მეტ-ნაკლებ კომპეტენციას მოითხოვს. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჟურნალისტი, რომელიც შემიძლია ვთქვა ხოლმე, რომ ცოდოც არის რა, უცებ გაიმეტო ამას წინათ მახსოვს ნინო თარხნიშვილი წერდა, რომ უცებ გიწევს ადამიანს აი ახალ სფეროში შესვლა და რასაკვირველია, ეს ცოტა სტრესულიც არის. ახლა პირადად ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის ხო რამდენიმე თემა მე არ ვწერ მაგალითად აქტიურად პოლიტიკაზე, არ ვწერ რაღაცა თემზე, არ ვწერ სპორტზე თუ რაღაცით გადამკვეთია არ იყო ხოლმე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენთან იმის ფუფუნება, რომ ჟურნალისტი ერთ თემაზე, ერთ-ორ თემაზე მუშაობდეს, ნაკლებად არის. ხო, შეიძლება დღეს მკვლელობას იძიებდეს, ხვალ ატმოსფეროს დაბინძურებას და რა ვიცი, ზეგ რაღაცა სპორტულ კლუბთან დაკავშირებას. მნიშვნელოვანია ალბათ საგანმანათლებლო სივრცე აძლევდეს მას უფლებას თვითონ აირჩიოს, თუნდაც არჩევითი კურსი არსებობდეს რამოდენიმე საკმით, რომ უფრო გათვითცნობიერებული იყოს. კი ბატონო, თუ თავის თავს ხედავს ამ სფეროში, ან შესაძლებელია ასეთი რამ, რომ მერეც როცა დაამთავრა ჟურნალისტმა, ხო, და მერე აღმოჩნდა, რომ ეს საკითხები მისთვის საინტერესოა და სადღაც შეეძლოს თქვათ რაღაცა ამ კურსის გავლა, ხო, დამატებითი კურსის გავლა, ხო, ზოგადად თუ დავიწყებთ განათლებით, მე ფიქრობ მართლა, რომ ამ ქვეყნის ხსნა და გამოსავალი არის განათლებაში. და მათ შორის გარემოს დაცვითი განათლებაც ერთ-ერთი ის პრიორიტეტული სფეროა, რომელსაც ქვეყანამ დიდი ყურადღება უნდა მიაღწიოს. დიდი მადლობა და ცგრიალად ხომ არ ფიქრობთ, ეხლა მოქმედ ჟურნალისტებშიც არის პრობლემა იმის, რომ არსებობს ტრენინგები, გარკვეული სახის გადამზადებები თუნდაც ამ სფეროში თუ თუნდაც არასამთავრობოები თუ თავაზობენ მათ, რომ იყოს აი ამ სფეროში არ ვიცი, მე არ მსმენია, მაგრამ შეიძლება რაიმე კურსი ასეთი არსებობს. მე რო გითხრა, რომ გამივლია მისწავლია, არა, უბრალოდ ესე ჩემით ერთხელ რომ დავიწყე სტუდენტი ვიყავი ჯიპაში, გადავწყვიტე რომ რაღაცა გამეკეთებინა გლდანის ნაგავსაყრელზე, იქიდან დავიწყე მოძიება როგორ უნდა იყოს, იმიტომ როგორ უნდა იყოს მოწყობილი სხვა ქვეყნებში როგორ ხდება და საკმაოდ ისეთი შრომატევადი და ბევრი ინფორმაცია გჭირდება, რომ ჯერ კარგად გაერკვიო ამაში და ეს ყველაფერი არ ვიცი, მე ჩემით
ჩემით მოვიძიე ყველაფერი და შეიძლება არსებობს, არ ვიცი, ძალიან საინტერესო იქნება. თუმცა რამდენჯერმე მთელი 20 წელი მიხდება, რაც წერ ახლა დავფიქრდი და პერიოდულად იყო რამდენჯერმე ჯიპაშიც ყოფილა, ჯიპასთან ვიღაცას ქონია, რამდენიმე არასამთავრობოს ქონია რაღაცა კურსი, მაგრამ როგორც ჩანს გასაგებია. ხშირად აი როდესაც მიწევს ამ თემაზე მე პირადად მუშაობა, როდესაც მივდივარ არასამთავრობოებთან, ისინი ამბობენ, რომ ჟურნალისტებს იცით რა არის მაგათი პრობლემა, რომ ექსპერტებთან არ აქვთ კომუნიკაცია. Რამდენად მართალია ეს და რამდენად აი თქვენ თქვით, რომ პირიქით არ არსებობენ ამ სფეროში? არ არსებობენ, ხო. თქვენ ისაუბრეთ. ეცით რა ყველა სფეროში რასაკვირველია არსებობენ ადამიანები, რომელსაც შეგვიძლია მიხვიდე და კითხოთ, თუმცა საქართველოს რეალობაში შეიძლება ძალიან ბევრიც არ იყოს, აი ხა მე მახსენდება რამდენიმე ადამიანი, მათ შორის აი ჯანდაცვის და გარემოს დაცვის სფეროდან, იმიტომ რომ დიდი ხანია. წეს ოღონდ ხანდახან შეიძლება იყოს ხოლმე რომ ფრაგმენტულად თქვა ერთ სფეროზე არ დაწერო, ჯანდაცვაში მახსოვს ყოველი სამშაბათი ჯორბენაძე რო იყო მინისტრი, ყოველი სამშაბათი იყო ბრიფინგის დღე და ჟურნალისტს ჩვენ საშუალება ჰქონდა რასაკვირველია ხა სამინისტრო გთავაზობდა იმ სიახლეებს, რომელიც მათთვის იყო გასაპირებელი, ასე ვთქვათ, მაგრამ აქ რომ მოყავდა ადამიანები, ჯერ ერთი ეჩვეოდი ამ ტერმინოლოგიას და ბევრი დაავადება შეიძლება ითქვას თეორიულ დონეზე, არა ის მკურნალობის დონეზე, მაგრამ ჟურნალისტმა მაშინ უფრო უკეთ ვიცოდით შეიძლება ითქვას, რაღაცა სიმპტომებიც კი აი მახსოვს ლეიშმანიოზი და რაღაცა ეს დაავადებები რო ჩნდებოდა, ხო? მე დაწერილი უფრო მქონდა, უფრო მეტად და მე ექიმთან რომ მივიდოდი და ვესვავდა ეს დიაგნოზი, ხო? მე დიაგნოზს რასაკვირველი ვერ დავსვავდი, მაგრამ ყველა სულელური შეკითხვის დასმის საშუალებაც ჰქონდა აი ამან იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჟურნალისტებს გვეშინია ხოლმე რომ ეხლა მე რო ეს ვიკითხო, იმიტომ რომ ექიმი ძალიან ხშირად ექიმებიც გარემოს დაცველებმაც იციან. გამოლენ და საუბრობენ ისეთი ტერმინებით, რომ შენ ვაიმე რაღაცა კომპლექსები, ხო, რომ ვაიმე ეხლა მე რო ეს ვიკითხო, სისულელე არ იყოს, მაგრამ წარმოიდგინეთ რომ ჟურნალისტი არის შუამავალი, ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის, რომელთა განათლება შეიძლება სხვადასხვა დონის იყოს, აბსოლუტურად ჩვენ ზოგადად მენელებში ყავს როგორც რაღაცა მაღალი განათლების მქონე ადამიანები, ხო, შეიძლება ეკოლოგებიც გვისმენენ, ახლა ექიმები გვისმენენ, გვისმენს რა ვიცი, ჩვეულებრივი რიგითი, ხო, სოფელში ტაქსის მძღოლი ან სამარშრუტოს მძღოლი, მისი მგზავრები და რა ვიცი, ძალიან ფართოა, ხო? ამიტომ ჟურნალისტი არასოდეს არ უნდა მოგვერიდოს შეკითხვის დასმა, რას ნიშნავს და უნდა ვთხოვოთ, რომ განმარტონ. ეს ასეა ვთქვათ, ჯანდაცვის ნებისმიერ სფეროზე, რაზეც უნდა ვწერდეთ, იმიტომ რომ ჩვენი კომპეტენცია სადღაც ყოველთვის მთავრდება, ხო? და კიდევ ერთი რომ აი ეს ექსპერტების საკითხი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის არსებობენ ხოლმე ადამიანები და ოღონდ მათი პოვნა ხოლმე ძალიან ხშირად მესმის რომ აი როცა ჟურნალისტებს აკრიტიკებენ რომ ერთი და იგივე ექსპერტები გამოყავთ და მე ხშირად მიკამათია ამ თემაზე, იმიტომ რომ ბევრი ექსპერტი არ არსებობს უბრალოდ რომ რაღაც ნიუს ამზადებ და ვერ მოძებნი უცებ, ხო ექსპერტს. ხო, იმიტომ რომ თან მით უმეტეს თუ იწყებ რაღაცა სფეროში მუშაობას, ან მეორე მხრივ შეიძლება მე რომელსაც დიდი ხანია გამართოს ესეთი ის რომ ვიცნობ რაღაცა სივრცესაც და ისევ იმით ვისარგებლო, მაგრამ აი თუ ახალად იწყებ ჟურნალისტი, ხო, შენთვის რაღაც ეს ყამირია ვარგეული და იწყებ თავიდან ყველაფრის მოძიებას და გამოგონებას, მაშინ როცა ვთქვათ არსებობენ ადამიანები, რომელსაც შეიძლება მიაკითხო. ეს ორმხრივი კომუნიკაციის პრობლემაა და ამ თვალსაზრისით და სწორედ ის ტრენინგი იქნება თუ რაღაცა გამოცდილება, ხო, ამიტომ არის მნიშვნელოვანი გასაგებად. სკოლა რამდენად საინტერესოა შენთვის როგორც ჟურნალისტისთვის ეს კონკრეტული ეკოლოგიური საკითხი? ალბათ არის, იმიტომ რომ აი პირველად რომ გავაკეთებ, ჩემი პირველი ეს იყო სტატია დავწერე, ჩვენი უნივერსიტეტის გაზეთში დაიბეჭდა. აი იქიდან მოყოლებული დავინტერესდი და მე ეს რადიო სიუჟეტებიც გამიკეთებია და ნუ მოინტერესდა რაღაცნაირად ჩემი სფერო გახდა ერთ-ერთი, რაზეც მუშაობ და ძალიან მაინტერესებს და ძალიან განვიცდი, რომ ესეთი მდგომარეობა არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული და ესეთი საკითხი არის მნიშვნელოვანი და აი სულ ვცდილობ რომ რაღაცა უფრო აქტუალური გახადო ეს თემა როგორც ჟურნალისტი. მოხდეს და გასაგებია. თქვენ რა სიტყვით ამ თემასთან დაკავშირებით?
თქვენ უკვე ჩვენთან შედარებით სტაჟი გაქვთ. ხო, და მე სიმართლე გითხრათ ჟურნალისტიკაშიც მოვედი გარემოს დაცვიდან, იმიტომ რომ გეოგრაფი ვარ პირველი სპეციალობით და როცა წლების წინ, რა ვიცი, 20 წლის წინ რეზონანსში დავიწყე მუშაობა. მართალია თავიდან კი რაღაცა კულტურაზე ვწერდი, მაგრამ ძალიან მალე იმიტომ რომ წავედი უფრო ჩემი სფეროებისკენ, აი განათლება, გარემო, ეს არის ძირითადი თემები, სოციალური საკითხები, რომელზეც ძირითადად ხო, ანუ სადაც უფრო ესეთი თამამად ვარ, შეიძლება ითქვას, ხო. გასაგებია. ცქრიალა, მე დაგისაუბრე ესეთ კითხვას, ცვლილებებიო, ახსენე შენ. გახსენდება თუ არა ისეთი ფაქტი, თუნდაც თქვენი ფილმით ან რამით მოუხდენია ზემოქმედება, თუნდაც სახელმწიფო სტრუქტურაზე რაღაც შედეგი მოუტანია ჟურნალისტურ პროდუქტს საზოგადოებისთვის. მე მახსოვს რომ გელაძის ქონდა ერთი ფილმი გამოსვლების სტუდია მონიტორიდან სტაიენშიკებთან ეგწოდებოდა რომელიც მოახდინა მართლა ზემოქმედება მერიასთან დაკავშირებით მაგ საუბარი თქვენ შემთხვევაში თუ გახსოვს და ამ კონკრეტულ საკითხზე ეკოლოგიაზე თუ გახსოვს ესეთი რამე განსხვავებული რო ვთქვა რომ ეს ჩვენი ფილმები რო გადის და ასოციირებ ფილმს რაღაცა შედეგი მოყვა რა თქმა უნდა ეს არ არის რამდენიმეს ნამდვილად მოყვა შედეგი ერთ-ერთი ბოლო იყო საფშაქო narkomaniasთან დაკავშირებით, რაც მე გავაკეთა ჰაერის და ბინძურების შემდეგ და ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესდა და რამდენადაც ვიცი ეს აფთიაქები დააჯარიმეს და რამდენიმე უკვე აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ ახლა კიდევ შესაძლებელი მაქვს ეს საკითხი. ალბათ ჟურნალისტი ამხელა ბედნიერებაა, რომ ისი რაღაც ნამუშევარი შედეგს ეთერში რო გავიდა და დაგვეკავშირდნენ, რომ იქნება მოგვეც რაღაცა. გასაგებია. ეს ბოლო რაც მახსენდება თორე რაღაცები კი როგორ არა შეიცვალა. ახლა ყველაზე არა რა თქმა უნდა. გასაგებია. გავუტანოთ თინათინ თქვენ საუბრობდით და მე შეგაწყვეტინეთ რაღაც კონკრეტულ ფაქტებზე გქონდა საუბარი ანუ ეკოლოგიურ საკითხებზე და ხმაურზე გქონდათ მე მგონი რა კონკრეტულ და მნიშვნელოვან თემებს გამოყოფდით ამ კუთხით როგორც ჟურნალისტური ესე ვთქვათ ჟურნალისტები აქტიურად უნდა ხო უცი რა უამრავი თემა რომელსაც ძალიან ხშირად შეიძლება ჟურნალისტები ვერ ვაცნობიერებთ ხოლმე საკუთარ თავზეც ვიტყვი იმიტომ რომ ხანდახან მქონია ესეთი რომ კაცო ამაზე ხო დამიწერია რამდენჯერ შეიძლება დაწერო მაგრამ რაღაცა ბევრჯერ უნდა დაწერო იმიტომ რომ სხვადასხვა კუთხით დავწეროთ იმიტომ რომ არიცი შენ იმ კონკრეტულ წუთში ვინ რას და როგორ მოისმენს თემა არის რასაკვირველია უამრავი ხო აი თითქოს რო ავიღოთ აი რადგან აქ უყურებ ბანერ პირველი სამედიცინო რადიო ხედა ის თემები რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას უკავშირდება ხო ძალიან ხშირად გონია ხოლმე ასეთი რამ რომ აი გარემოს დაცვაზე როცა ელაპარაკები ვიღაცას ხო გეუბნებით ერთ-ერთი რა ვიცი სკოლის ხელმძღვანელმაც კი მედია სკოლის ხელმძღვანელმა ვერაფრით ვერ წარმოიდგინა რომ ჩვენ მოიცი რა არჩევნებს და მედიას რაღაცა ეს კურსებს უკითხავთ, მაგრამ აი სამწუხაროდ ესეთი რომ გარემოს დაცვითი არ გვაქვს და არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება. სოციალურ თემატიკაში არის მე როგორც შესული ჯანდაცვის საკითხებიც, გარემოს დაცვის საკითხებიც. ეს ხო ძალიან ხშირად ესაც აი მე იქ რო ვიკითხე რომ მაშინ აი ეს იმიტომ რომ ეს სადაც ჩემი თემატიკაა ხო გარემოდან თქვა საზოგადოებრივი საკითხები და მედია ხო საზოგადოება და მედია. ხო და ესეც ცოტა ფართოა მაგრამ არა მგონია არ ვიცი ესაც რამდენად იკითხება მე ვფიქრობ რომ ბევრგან შეიძლება ესაც არ იკითხებოდეს და აი კიდევ რო ავიღოთ მაგალითად კლიმატის გლობალური დაცვლილება ხო აი ამ თემაზე რომ საუბრობ ვიღაცას გონია რომ კარგი რა ეს ხო სადღაც იქხდება მაგრამ აი რეალურად ეს ყველაფერი რომ ჩვენთან ძალიან ახლო საკითხებია აი ავიღოთ მაგალითად ესეთი მარტივი საკითხი როგორც ახლა ზამთრის სეზონი ხო ტურიზმის სეზონი შარშან ფაქტობრივად იმის გამო რომ კლიმატის ცვლილებებია მე არ ვამბობ საგანგებოდ რომ დათბობა ხო კლიმატის ცვლილებებია შარშან ფაქტობრივად გუდაოში სეზონი ჩავარდა ადამიანები რომლებმაც იმიტომ რომ ტურიზმის სპეციალობის ახალგაზრდებს ვკითხავდა რომელმაც ჩადეს შარშან ინვესტიცია და ფიქრობდნენ რომ რაღაცა შემოსავალი ექნებოდათ იმიტომ რომ
კლიმატია შეცვლილი ძალიან ბოლო წლებში თუ მიაქცევთ ყურადღებას რეალურად დეკემბერ-იანვარში თოვლი არ არის საქართველოში და თებერვალში ჩამოთოს ხოლმე შავშან თითქმის და ამბობენ შემოდგომას არასდროს არ გვაქვსო ხო აი ეს ბევრი რამ შეიცვალა და აი რეალურად აი ესაც არის თემა რომელიც შეიძლება თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ხო და დავიწყოთ იქიდან რომ სადღაც შორს კი არ არის სადღაც ამერიკაში ან ბრაზილიაში დედამიწაზე ხდება და თითოეულ ჩვენგანამდე მოდის აი ეს გამონაბოლქვის პრობლემა ხო და ძალიან ხშირად შეიძლება ვერ გავზომოთ როგორ აი თქვათ აი უბნები რაღაცა მაჩვენებელს ხო ამდენი დეციბალი ეს არის ადამიანი ვერ ხვდება ხო ეხლა მეც არ ვიცი ხშირად რას ნიშნავს ესა თუ ის ერთეული მაგრამ შენ თუ ეტყვი რომ აი ეს გავლენას როგორ ახდენს ადამიანზე რა შეიძლება გამოიწვიოს აი რა დაავადებათა შეიძლება რაღაცა პროექტზე მესაუბრებოდნენ სწორედ ხმაურისთან დაკავშირებით ხო რა გავლენა შეიძლება ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე ხმაური ხო და როგორ შეიძლება ეს მიიტანო მკითხველამდე იმიტომ რომ ისე ხმაური რაღაცა ისე ამორფული თემაა ხო ნუ რა არის ხო რა არის და თითქოს გონია რომ ეს ყველაფერი შენ არ გეხება შენამდე არ მოდის და ჟურნალისტმა სწორედ ამის ჩვენება უნდა შეძლოს როგორ ხდები შენს მსხვერპლი შეიძლება ასე ითქვას თითოეული ჩვენგანი როგორ ხდება და როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ჩვენს ცხრილ საინტერესო რაღაც თქვა რაღაცის ბოდიში ესე თქვა რომ აი ქალბატონო თინა თინმა რომ კლიმატის სწორედ ის თემა არის რომელიც აერთიანებს თქვა გლობალური საკითხია რა ხდება საზღვარგარეთ ჩვენს მედიასთან შედარებით რამდენად პრიორიტეტულია ეს იქ ეკოლოგიური საკითხები თუ შეიძლება რომ შედარება მოახდინო რომელიც ფიქრობა აერთიანებს კი ძალიან აქტუალური არის იქ და ეხა ვიყავი ერთი თვით იქ მუშავდი ვაშინგტონში ერთ საგამოძიებო ორგანიზაციაში და რადგან ეს მაინტერესებდა ძალიან ბევრ ორგანიზაციას შევხვდი რომ მომავალში რომ დავიწყო ასეთ გარემოს დაცვის საკითხებზე ვინც მუშაობს იმიტომ რომ რაღაცა კონსულტაციები გავიარო მომავალში იქ როგორ ხდება შედარებისთვის და იქ ანუ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ეს რაც ჩვენთან ხდება ეხა ესე იქ არ ხდება ნამდვილად კი ალბათ იმედია, როდესაც შეუერთებით ამ ევროკავშირს, იმედია ჩვენთანაც პრიორიტეტული გახდება ყველა ესეთი თემა, რომელიც უკან არის წამოწეული. იმედია. თუმცა ეს ორმხრივი პროცესია, ალბათ ევროკავშირის წევრიც ისე არ ხდები, ხა? შენი ეს მოკლედ ორმხრივი პროცესია, გარდა იმისა, რომ არსებობს ვიღაცის მოთხოვნები გარედან, ასევე შიგნიდანაც ხდება რაღაცა მზაობა. გასაგებია. თქვენ რას ფიქრობთ, ქალბატონო თინა თინო, მე ვფიქრობ, როგორც ჟურნალისტი, ესე ვთქვათ, კერძო პირი, რომ წინა წლებთან შედარებით რაღაც ტენდენცია მაინც შეცვლილია, თუნდაც იმით, რომ აი არჩევნების პერიოდში მე მახსოვს პოლიტიკოსები ხშირად თავის სლოგანში გამაქონდათ ეს ეკოლოგიური რაღაც სლოგანები და ასე შემდეგ. თქვენ რას ფიქრობთ, შეიცვალა თუ არა პოლიტიკურ სულისხმო დინამიკა წინა წლებთან შედარებით შეცვლილია თუ არა და რა პოლიტიკურ თუ მედიას გულისხმობ. მედიაც და პოლიტიკურიც. სამწუხარო რეალობა ეხლა ზუსტად მაშინ როცა გასული წლის გარემოს დაცვითი ანგარიში გაუკეთე სახეებს მე ვიწყებდი ამით სწორად რომ სწორედ ამაზე ვსაუბრობდი რომ ძლივს მოვიდა თქო სფეროში ეხლა როგორ მინისტრია სხვა საკითხია მაგრამ როდესაც სფეროში მოვიდა თქო ადამიანი რომელსაც იმის ახსნა წეღანაც ვამბობდი მე არ ჭირდება რა არის გარემო და მოვიდა ის რაღაცა გუნდით რომელსაც ესეთი იყო რა რომ იწყებდნენ ამაზე მუშაობას მათ არ ჭირდებოდა მე მქონია შემთხვევა ისე გადახვას ვაკეთებ როცა ერთ-ერთმა გარემოს დაცვის მინისტრმა მითხრა რომ ერთ-ერთი თემა რომელზეც ვსაუბრობდით იყო ნაგავსაყრელი და მე სანამ მინისტრი არ გავხდიო მითხრა არასოდეს მიფიქრია იმაზე სად მიდიოდა ნარჩენები მე ვფიქრობ რომ ჩვენ რეალობაში არსებობენ ადამიანები რომელიც ნუ იქ რო არ დააწყებინო ფიქრი და ნაგავსაყრელზე პირველად არ წავიდეს ხო სამწუხაროდ ისე მოხდა რომ ეს ადამიანი რაღაცა თავისი გუნდით ისევ აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში ისევ რაღაცა სხვა სფეროდან მინისტრები გადავანაცვლეთ ეხლა შესაძლებელია თქვათ რომ ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული მაგრამ როცა დარგს მართავს ადამიანი რომელსაც ეს სფერო იცის ხო რომლისთვისაც მტკივნეულია ეს სფერო ხო ეხლა შესაძლებელია რომ ავიც გარემოს დაცვა ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ რაღაცა პლატფორმები. ან მე შემიძლია თავამად ვთქვა რომ პოლიტიკაში მიუხედავად იმისა რომ წინასაარჩევნო აი მე რაშას დებატებიც ქონია იმ პერიოდში ხო
ხო იმ პერიოდში აი თქვათ რაღაცა ჯგუფი პოლიტიკოსებისა, მაშინ კამათობდი წინა საარჩევნო პროგრამაში ყოველ შემთხვევაში იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, ქონდა გამოტანილი საკმაოდ ნორმალური, კარგი გარემოსდაცვითი, ყოველ შემთხვევაში წინანდელებთან შედარებით დოკუმენტში გარემოსდაცვითი საკითხები ნამდვილად იყო. მაგრამ ეს გადის სწორედ პიროვნებებზეც გადის, გუნდზე გადის, პოლიტიკაზე გადის, მმართველობაზე გადის, იმ თანხებზე გადის, რასაც ამ დარგისთვის იმეტებ და სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ სწორედ კიდევ დაიწყო აი ეს ადამიანური რესურსებიც მოკლედ რაღაცა ისე და რაც შეეხება მედიას, კი ბატონო, რომ არ დავჩაგროთ. კი, რაღაცა მედიას, ანუ შეიცვალა თუ არა დინამიკა წინა წლებთან შედარებით და რამ გამოიწვია თუ შეიცვალა და რამ გამოიწვია თუ არ შეიცვალა? არ ვიცი, რაღაცა ნუ ალბათ შეიცვალა. მაგრამ იცით ის აღნიშნა მინდოდა, რომ აი ამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და ამაზე ვსაუბრობთ, რომ აი მოვაწერეთ ხელი და რაღაცა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, ხო, რომ ნუ ოდესმე ეს მოხდეს და რაღაცა გავხდეთ წევრი თუ რაღაცა ნელ-ნელა მივდივართ და ვფიქრობ, რომ მხოლოდ რაღაცა სანომრე ნიშნების შეცვლით ის არ მოხდება. რაღაცა სხვა ნაბიჯები. გასაგებია, მაშინ ესეთ კითხვას დავსვამდი, რა არის თუ არა საზოგადოების ინტერესი ამ კუთხით? ანუ ჭირდება თუ არა საზოგადოებას, ალბათ ცალკე საკითხია, იმიტომ რომ საზოგადოება ხშირად ვერ ხვდება რა ჭირდება მას, თუ ეს მედიამ არ დაანახა. ამაზე რას გვეტყოდით? სწორად აღნიშნეთ, აი ყველა რაღაცა საუბრობს, მე გამოკითხვას გამიკეთებია ქუჩაში, ყველა წუწუნებს, რომ კი, აი რას ვსუნთქავთ, რაღაცა, მაგრამ როდესაც უკვე კონკრეტულ ნაბიჯთან არის, ხო, დაკავშირებული რომ რაღაცა შეიძლება პატარა შეზღუდვა იყოს, ამას ნუ ესე აპროტესტებენ და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამოვიღე ყველანაირი სტატისტიკა, ჩვენთან ერთის კვლევები ტარდება კონკრეტულად, აი უბანში, სადაც ეს გამონაბოლქვია, რომ ის შეისწავლო რამ გამოიწვია. არ ტარდება ესეთი კვლევები და ზოგადად სტატისტიკა, რომ ავიღეთ ძალიან გაზრდილია, ვთქვათ ის დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები, სიმსივნური ნერვული. კი, აი ძალიან გაზრდილია, აი ყოველწლიურად იზრდება, ხო? რატო იზრდება ეს 20% ვთქვათ იქიდან მოდის? ეს ხო ყველას ჩვენ გვეხება, ხო ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ხო ყველანი ამ ჰაერს ვუნთქავთ. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს საკითხები და აი რა ვიცი, ჩვენ ყველა მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ეს ავუხსნათ მოსახლეობას და ნუ რა ვიცი, ალბათ ისევ ჩვენი აქტიურობით და რაღაცა ესეთი ქმედითი ნაბიჯებით შეიძლება რომ რაღაცა შეიცვალოს, არ ვიცი, ნახოთ. ქალბატონო თინათინა, მე მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ, თუ ხდება სახელმწიფოს მხრიდან ამ თემაზე ცენზურა. ანუ რაღაც გადატანით მნიშვნელობით, თუნდაც რომ არ იყოს ეს საკითხი პრიორიტეტული ან რაღაც ისეთი მიმართება თუ არა სახელმწიფოში. ხო, ეს ცენზურა ჩვენ საბედნიეროდ აი შეიძლება სადღაც აღმოჩენილ ქვეყანაში ან მქონია ქვეყნის ჟურნალისტებთან ურთიერთობა, რომელთაც უთქვამთ, რომ ესეთი ცენზურა არსებობს პირდაპირ. ჩვენთან რა ვიცი, მე ვერ ვიტყვი, რომ ესე გზღუდავდეს სახელმწიფო საბედნიეროდ. არის რაღაცა შეიძლება თემა ცოტა მიჩქმალოს, რასაკვირველია, რაც მისთვის არ არის გასახმაურებელი, შეიძლება რომ შეეცადოს რაღაცა კომენტარია გაკეთებინოს, ობიექტზე არ შეგიშვას. რა ვიცი, რაღაცნაირად, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ცენზურა. გასაგებია, თუმცა საინტერესოა ერთი მხარიც აი კომპანიების მხრიდან, თუნდაც რომ აი თუ თვითონ სიტყვაზე მედიას აფინანსებს რაღაც კომპანია, რაღაც იძულებული ხარ რომ მასზე ცუდი არ ილაპარაკო და ბევრი კომპანია არის ჩვენთან სამწუხაროდ. ამაზე რას გვეტყოდით? ხო, ეს რასაკვირველია, ახლა აი მაგალითისთვის თუნდაც რომ ავიღოთ იგივე RMG Gold-ის საკითხი, ხო? რასაკვირველია, ის ვიღაცასთან შეიძლება რეკლამასდებს, ვიღაცასთან, რა ვიცი, თანამშრომლობს ასე. კი არა, მე მახსოვს ძალიან ისე შემთხვევით აღმოჩნდი მასე ბიზნეს ლანჩი იყო, პრეს ლანჩი, უკაცრავად პრეს ლანჩზე, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელმა ჩაატარა. ნუ შეაწყვეტებიან ამ გავლენის ქვეშ ჟურნალისტები დღეს საქართველოში. შესაძლებელია ყოფდებიან, როდესაც ქვეყანა არის ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, ხო? დღეს ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი არის გადარჩენის ზღვარზე, შეიძლება ასე ვთქვათ რა. მეც აი ჩემი ყოფილი ერთ-ერთ არასამთავრობოში მუშაობდი და ჩემი ყოფილი ბენეფიციარებისთვის სუმაქ, რომ აი გადარჩენის საკითხი უდგას ძალიან ბევრ ადამიანს და ძალიან ხშირად თუ ეკონომიკურ პროექტებზე ლაპარაკობთ ხოლმე, ხო? ხანდახან ჟურნალისტიც იწყებს
აქვს დაფიქრებას, რომ იქნებ რა ვიცი, სადმე გაუძვრე. ჯობდეს, არა, გაუძვრე არ არის ამ შემთხვევაში, რომ იქნებ ჯობდეს ამუშავ. მართლა გულწრფელად შეიძლება დაფიქრდე, რომ იქნებ ჯობდეს ამუშავდეს ეს აწარმო და დასაქმდეს იქ ვიღაცა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ასეთ დროს ხო ყველა დოკუმენტი უნდა არსებობდეს შენ ხელს და მერე უკვე ქვეყანაც, ხელისუფლებაც, მოსახლეობაც ერთად იღებ გადაწყვეტილებას, რომ რა გიღირს. მაგრამ აი ეს დოკუმენტები, ეს ხელმისაწვდომობა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა კონვენციებიც არსებობს, რომელსაც მიერთებული ვართ და ამ კონვენციების მიხედვით შენ გევალება რომ კონდეს ინფორმაცია, გარემოს დაცვითი ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მოსახლეობისთვის იყოს ხელმისაწვდომი. შესაძლებელია სადღაც ვიღაცა, რა ვიცი, ქუჩაში რომ ვაჭრობს იმ ბებოსთვის რაღაცა ეს ინფორმაცია იყოს ხელმიუწვდომელი, ან ვერ ხვდებოდეს ეს რომ აი საინტერესოს, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ჟურნალისტის ფუნქციაც არის, რომ ეს ისე მისთვის გასაგებ ენაზე მიუტანოს, აი ამ ბებოს იქნება, რა ვიცი, თუ ნებისმიერ საზოგადოების რა ვიცი იმ ფენას მიიტანოს ეს მას როგორ ეხება ეს ყველაფერი მას. თუმცა მე მქონია პრაქტიკული ესე ვთქვათ შემთხვევაც, როდესაც ეს თუნდაც ეგრეთ წოდებული საჯარო ინფორმაციები ხშირად ხელმიუწვდომელი ყოფილა ჟურნალისტებისთვის. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილი სტუდია მონიტორისთვის არის სწორედ ეს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაფინანსებს არანაირი ბიზნეს ორგანიზაციები ვართ, სრულიად თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ჩვენი დონორები, ანუ ეს პრობლემა არ მაქვს და ძალიან მიხარია, რომ ესეთ ორგანიზაციაში მუშაობ, რომ რაღაცა ვიღაცა არ მეტყვის, რომ იცი რა, ამაზე ცოტა არ დავწეროთ, შეელამაზებულად ცოტა ესე არ ქნათ, ეხა ჩვენთვის არ არის ეგ პრობლემა, არც RMG და არც და გავაკეთეთ საფუძვლად და ყველაზე და მართლა ძალიან მიხარია, რომ ასეთ ორგანიზაციაში მუშაობ და დღეს ვარ ჟურნალისტი სტუდია მონიტორში, თუმცა ნუ ჩვენი ფილმები გადის მაესტროზე, ან თბილისში და სპარტელიცეზე, ხო, ძალიან ისეთი არის. თუმცა მე გამიკვირდა და ძალიან გამიხარდა, ეხლა უნდა აღვნიშნო ეს, რომ მე სოფელში ჩავედი, პირველი მითხრეს ესეთი რაღაცა, რომ ისაო ჰაერზე მოვისმინეთო ფილმიო, აუ რა მაგარი იყო და რაღაც ძალიან შეშფოთი ტუბერკულოზზე იყო კიდე მე მგონი და ან სოფელშიც უჩვენებენ ამას, ოღონდ იშვიათია ის, რომ თავის გადას ხოს რომ უყურებდეს სოფელში მცხოვრები გლეხი, თუმცა არის ეს და კარგია, მე ვფიქრობ, აქამდე კიდე მე ვიცი რომ მარტო ინტერნეტის სივრცეში იყო შესაძლებლობა გენახა მონიტორიც უნდა ეს ფილმები და ვფიქრობ ძალიან კარგია ეს. ესეთ შემთხვევაში თუ ამბობ ხოლმე, რომ როცა ინტერნეტშიც კი იდება, ჩვენ შეიძლება რაღაცა ლინკები მივცეთ მე რაღაცნაირად მასწავლებლებს, ამ მასწავლებლებმა მიიტანოს ბავშვამდე და ბავშვის მიერ მიტანილი, სახლში მიტანილი ამბავიც უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საბედნიეროდ უკვე კომპიუტერი რაღაცა ყველა ოჯახში მე ვერ ვიტყვი, რასაკვირველია, რომ საქართველოში ყველა ოჯახშია მერთმაკნას რო იყოს ესე, მაგრამ ძალიან ბევრ ოჯახში უკვე არის ხელმისაწვდომი. თუ არა და რაღაცა უბანში ან სკოლაში, საბედნიეროდ სკოლების უმეტესობაში კომპიუტერები გვაქვს ჩვენ. უმეტესგან არის ინტერნეტიც და ამ სივრცეში ციდოს რასაკვირველია, ძალიან კარგია თუ ეს ხელმისაწვდომია და ისეთი ცენტრალური არხებით ხო გადის ეს სიუჟეტები, მაგრამ თუ არა ის სივრცეც რაც გვეძლევა, ისაც კი შეიძლება რომ კი მახსოვს ერთი პერიოდი 2009-10 წლის დასაწყისამდე ფონდ ღია საზოგადოებას საქართველოს დააფინანსა პროექტი და აი ეს ჩვენი ფილმები დაგვქონდა რეგიონებში და ვაწყობდით ჩვენებებს. ხან მე დენსგვით იშავდნენ, ხან რა ხდებოდა და ეს შეკრებილი ხალხი ლეპტოპში სადამდეც ეს 2 საათი რომ მუშაობდა ეს ლეპტოპი, იდგნენ და უყურებდნენ ამ ფილმებს, იმიტომ რომ არ ქონდათ მათ. იმიტომ რომ გასაგებენაზე არის ეს ფილმი და ხალხადასვამ. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც ჟურნალისტმა უნდა გააკეთოს. სული იყო კიდე გასაგებია. ესეც საინტერესოა ეს საკითხი სახელმწიფოს მხრიდან ან თუნდაც არასამთავრობოების მხრიდან თუ ხდება წახალისება ამ თემის ეკოლოგიურ საკითხებზე, ისე ვუმბრუნდები რა თქმა უნდა თემას, თუ ხდება წახალისება ამ კუთხით დღეს სახელმწიფოში. ბოლო პერიოდში შედარებით ნაკლებად პერიოდულად იყო ხოლმე, რომ აი რაღაცა გრანტები, თქვათ სოროსის ფონდი იქნებოდა თუ რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია, მეც მქონია ჟურნალისტური გამოძიება 1-2-3 წელი გავიდა მას მერე, როცა მქონდა აი ეკომიგრანტების თემაზე, ძალიან საინტერესოა ჩვენს ქვეყანაში. უფრო სწორად თემა იყო უფრო ეს
გლობალური კლიმატის ცვლილებები და სტიქიური მოვლენები არის და მისი ასახვა და მათ შორის ეკომიგრანტების თემაზე ვიმუშავე. მე ვფიქრობ, რომ აი ამ მიმართულებით ცოტა უფრო მეტი საშუალება და არსებობდეს კიდე დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის. აი ხა მე მაგალითად ვარ იმ ეტაპზე, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მქონდეს თუნდაც აი ბლოგის თემა რო ახალისო, ხო, ჟურნალისტებისთვის ბლოგერებს ძალიან აქტუალურია და ჩვენ შემთხვევაში აი ჟურნალისტისთვის, იმიტომ რომ ეს არის პროფესია, რომელიც თავისთავად გაძლევს საშუალებას, რომ ვიღაცაზე არ იყო დამოკიდებული, იმიტომ რომ და შენ რო მქონდეს ახლა პირადად მე რომ მქონდეს მე კარგი თემა მეგულება, უბრალოდ როცა ვიღაცასთან თანამშრომლობ, ხო, დამოკიდებული ხარ მის მანქანაზე, მის დროზე, რაღაცას ათანხმებ და ამიტომ დღეს უკვე ჟურნალისტიკა გაძლევს საშუალებებს, რომ აი ერთი ადამიანს რო გქონდეს ამის საშუალება, პირადად აი ჩემთვის მაგალითად ძალიან მისაღები ფორმა იქნება, იმიტომ რომ ჩემი დროის გათვალისწინებით წახვიდე და რეპორტაჟი გააკეთო. ძალიან ბევრი საინტერესო თემა არის, რასაკვირველია ამ ქვეყანაში. გასაგებია. მე ორივეს დავუსვამდი კითხვას, ოღონდ ჯერ ცხრიელას ბოლო კითხვით მოგმართავთ ორივეს. რაში ხედავთ გამოსავალს? როგორ შეიძლება გამოსწორდეს ეს კონკრეტული პრობლემა? ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ვფიქრობ ეკოლოგია არის ერთ-ერთი ჩემთვის მაგალითად პრიორიტეტული თემა ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა და ისეთ ქალაქში როგორიც თბილისია. რთული კითხვა. იცით რა არის? ალბათ უფრო გასაგებ ენაზე უნდა ავუხსნათ იმ საზოგადოებასაც, იმ ბიზნესმენებსაც, ვისთვისაც შეიძლება ეს არ იყოს, არ ვიცი, თუმცა ვფიქრობ გასაგები არ ამგონია გაუგებარი იყოს მეორისთვის ეს თემა, მაგრამ არ არსებობს მე ვფიქრობ ნება. ეს ჩემი პოზიციაა როგორც ჟურნალისტისთვის. ხო, და ამის შემდეგ რა თქმა უნდა საჭირო არის სწორედ აი ეს ნება, რომ რაღაცა გაკეთდეს. მე იმედი მაქვს, რომ რაღაცა შეიცვლება. ველოდებოდი, მაგრამ ეხლა ნუ რაღაცა აღმოჩნდა, რომ ესე არ არის, მაგრამ ნახოთ, იმედი მაქვს, რომ რაღაცა გადაიჭრება ქმედითი ნაბიჯები. მე ისე გამოსავალს ვხედავ განათლებაში და ეს განათლება მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქვეყნისთვის როგორც გრძელვადიან პერსპექტიულ განათლებაში ვხედავ, ხო? მართლა მიმაჩნია, რომ თუ ამ ქვეყანას უნდა მომავალზე იზრუნოს, ეს სწორედ განათლებაში ჩადებული მეტი ინვესტიცია უნდა იყოს და მათ შორის ჟურნალისტების, თუნდაც მოქმედი ჟურნალისტების იმ სტუდენტების, რომლებიც ჯერ კიდევ სწავლობენ, მაგრამ უმეტესობა ვიცი, რომ მაღალი კურსებიდან, ხო, შეიძლება პირველი კურსიდანაც იწყებს უკვე მუშაობა სადღაც. და აი ამ ჟურნალისტების განათლებაში იყოს, იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება აი გარემოს დაცვის რაღაცა საფუძვლები გააცნო ადამიანს და ეს მისთვის ეს თემა გახდეს მშობლიური და ახლობელი, იმიტომ რომ არის რაღაცა იყოს ახალისებული. ეს მნიშვნელოვანია ჟურნალისტებისთვის. ხო, ძალიან კარგი იქნება თუ ორგანიზაციები, მათ შორის რაღაცა ფონდები მეტად დაიწყებენ ისე ადრე უფრო მეტი იყო. მე რაღაცა პერიოდი ძალიან ჩაკვდა ეს სფერო, იმიტომ რომ აი დამოუკიდებელი მუშაობის საშუალება რო ქონდეს ჟურნალისტ ამისთვის თემის დახსები, გარემოს დაცვის საკითხი. ეს ძალიან საინტერესოა. ხო, ბოლო პერიოდში რაღაცა არ ყოფილა, მაგრამ გასაგები ამას ვითხოვთ ჟურნალისტები და იმედი ამაში დავიხმარებიან, იმიტომ რომ მინდა აღვნიშნო, რომ 2 წლის წინ გამოვითხოვე ინფორმაცია ეს მონიტორინგის სააგენტო, რასაც აკეთებს, ნუ რა შედეგებს. გამოვითხოვე, რომ შედეგები მაინტერესებს თქო და წერილი მომწერეს, რომ ჩვენ უნდა გადაიხადო 2000 რაღაცა 2500 ლარამდე და ეხლა ფასდაკლება გვაქვსო და 1500 ლარათო წაიღეო. ახალი წლის პერიოდზე 22 დეკემბერია ოფისში რეკავენ და უკაცრავად თქო ეს სახალხო ფასდაკლება თქო რამდენი თანხა ეხლა იანვარში რო დამჭირდეს თქო აღარ მექნება თქო ეს და ნუ თქვენ როგორ ხუმრობთ ამ საკითხზე ატყდა მთელი ამბავი რომ როგორ ეხლა ის საჯარო ინფორმაცია აკეთებს შენ ამ მონიტორინგს და რაღაცა იყო რომ შეიცვალა და მხოლოდ შესაძლოა იყო უფასო და რაღაცა ესეთი ორგანიზაციებისთვის ჟურნალისტები ალბათ მხოლოდ საქართველოში მოხდებოდა ეს ხო, ნუ რა თქმა უნდა, ავტეხეთ ამაზე არასამთავრობოებმაც ამბავი და სამინისტროში მივწერეთ და ბოლოს ესე დაგვიბარეს და გადმომიწეს ფლეშკაზე უფასოდ ეს ინფორმაცია რომ წამოვიღე, ვიყავი ძალიან ბედნიერი. ხო, თვითონ ეს მიდგომა, ის რომ ამოწმებ და შენ გაფინანსებს, ხო, იღებ ბიუჯეტიდან დაფინანსებას რომ გააკეთო. ეხლა მე მგონი CP გახდა, არ ვიცი და თავის თავს კი თვითონ ხო, ეს არის სტრუქტურა, ხო, გარემოს დაცვის აგენტო. ხო, აი ესე მითხრეს რომ იცი რა ეს 2 წლის მონაცემები შენ რომ მოგცე კვარტალური ანგარიშები
რამდენი გაიფრქვა ის წერტილში როგორ ამოწმებენ მეორე საკითხია შემდეგ გადაიხადო ესე გასაგებია ძალიან საინტერესო და სასაცილო თემა სატირალი რომ არ იყოს როგორც იტყვიან ეს თემა დიდი მადლობა იმისათვის რომ იყავით ჩვენი სტუმრები მე კიდევ შეგახსენებ ჩვენი სტუმრები გახლავთ თინათინ მოსიაშვილი წერალი ჟურნალისტი და ცქრიალა შერმოდინი სტუდია მონიტორი ჟურნალისტი. დიდი მადლობა იმისათვის რომ ასე საინტერესოდ გავაპარაკეთ. ვფიქრობ სმენელისაც ასე საინტერესო და აქტუალური თემით ვიყავით ეთერში. მე კიდევ მემშვიდობებით ჩვენს მსმენელებს თქვენს რადიოს მეტ-FM 100.3-ზე დაგვეულოთ მომავალ ხუთშაბათს პირველ საათზე იმედია ნამდვილად პირველ საათზე ჩვენ ისე შევხვდებით ერთმანეთს. კარგად გრძანდებოდეთ. ხტობა.